დღეს ვნახოთ ესეთი თემა, ვის არ აძლევს თქვენზე ფიქრი მოსვენებას და განვიხილოთ ეს თემა. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. სახელს, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. შეუძლებელია. თუმცა ვნახოთ მისი ფსიქოტიპი და ამის მიხედვით გაიგებთ ვის ეკუთვნის ეს გაშლა. გეკუთვნით თუ არა თქვენ. მასე ასე ვიტყოდი მე, ძლიერი ადამიანი სუსტი გულით. თუმცა მისი გულისკენ მიმავალი გზა რთული და ხანგრძლივია. ვერ იტანს სპონტანურ, არაპროგნოზირებად საქციელებს. მის შესანარჩუნებლად სერიოზული მიდგომებია საჭირო. მართალია ტერმინატორივით ხასიათი აქვს ესეთი ცივია, შეუვალი, მაგრამ რეალურად მგრძნობიარე სუსტი გულის პატრონია. რომელსაც თქვენს მიმართ გრძნობები აქვს. მაგრამ ბარიერს ვაწყდებით აქ. ასაკობრივი, რელიგიური თუ ეროვნული სხვაობა თქვენს შორის. მას აფიქრებინებს, რომ ეს ურთიერთობა ილუზიაა და რომ არაფერი არ გამოვა აქედან. თulis ფანტაზიაში ხართ თუ ფიქრობთ და ამბიცია გაქვთ მასთან სერიოზული ხანგრძლივი ურთიერთობის. რადგან ვერ ჯდებით რაღაც ჩარჩოებში, რომელიც შემდგომ პრობლემას შეუქმნის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობაში თქვენთან ურთიერთობის გამო. აი ეს ბარიერი აშკარად იკვეთება. აი ნახეთ ამ ყველაფრის გამო თავს შორს იჭერს, დისტანცირებს, თუმცა მაინც არ მიდის საბოლოოდ. სტაგნაციაში შეყავს თავისი თავიც და თქვენც. ის გრძნობები, რომელიც გაუჩინეთ, არ აძლევს მოსვენებას ფიქრების სახით. ემოციები, მონატრება, სევდა, სინანული ებრძვის თავის თავსაც და თქვენც. დიდი გავლენა აქვს მასზე ოჯახს, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს. ეს ყველაფერი მის ავტორიტეტს ეხება. ამიტომ იდეალურად უნდა ჯდებოდეთ იმ ჩარჩოებში, რომელსაც საზოგადოება უწესებს. და აი აქ იჩენს იგი სისუსტეს სუსტად. აქედან დასკვნა, კი ბატონო, ამ პიროვნებას არ აძლევს თქვენდამი ფიქრები, მოსვენებას, გრძნობები და ემოციები, თუმცა რაც მთავარია ურთიერთობაში, მოქმედებებს გულისხმობ, აქტიურ ნაბიჯებს, ამ ნაწილში ზედმეტად პასიურობაშია გადასული. რაც გვიფუჭებს ყველა იმ ლამაზ ფიქრს თქვენდამი. ურთიერთობას შეუპორობა უხდება. აქ კი არ გვაქვს ის შემართება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სტაბილურობა შეიქმნას, სიმტკიცე შეიქმნას და გარანტია თუ არა შეგრძნება მაინც, რომ ყველაფერი ესე რომ ვთქვათ, რაღაც დინებას მაინც გაყვება ბოლომდე. შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ ნამდვილად ხართ მის ფიქრებში ძალიან ესეთი ფესვებგადგმული, მაგრამ მოქმედებები არ მაქვს მოქმედებები, რაც საჭიროა. წარმატებებს და ბედნიერ დღეს გისურვებთ. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.